მნიშვნელოვანი შეერთება გვაქვს 9 ივნის იუპიტერი ვენერას შეერთება იქნება და რა ტენდენციებს მოიტანს, რა უნდა გავითვალისწინოთ, როგორც ფსიქოლოგიურად ავხსნი ამ ასპექტს, ასევე რეალურ ცხოვრებაში რა შეიძლება მოიტანოს ამ ასპექტმა. Რა თქმა უნდა, ინდივიდუალურ რუკებში სხვადასხვანაირად იკითხება, ყველასთან მნიშვნელოვანი არის პირად რუკაში რა ხდება, ეს არის წამყვანი საერთოდ. შეიძლება ეს იყოს ჩვენს პირად პლანეტებთან შეერთება და აქ შანსები არის ეს დერეფანს რო ვიძახით ხოლმე სამყაროსგან. კარგი დერეფანი შეიძლება იყოს ჩვენ ცხოვრებაში, ვიღაც ვერ გამოიყენებს, ვიღაც გამოიყენებს, ვიღაცა უფრო ფსიქოლოგიურად გამოიყენებს, მაგალითად ვიღაც რეალურად ცხოვრებისეულად გამოიყენებს, ხო? იუპიტერი ყველაფერს ადიდებს. ვენერა არის სრულიად მატერიასთან ურთიერთობა, რაღაც რომ მინდა ძალიან, ხო? ეს შეიძლება იყოს მატერიალური შემოსავლებისკენ სწრაფად და ზოგ შემთხვევაში ფსიქოლოგიურად შეიძლება იყოს გავანებიროთ თავი, ხო? ერთ-ერთი ძალიან ჩვეულებრივი გამოყენება ამ ტრანზიტის ამ შეერთების შეიძლება იყოს, მე რაღაც მინდა ძალიან ტკბილი. ვენერა არის სიტკბო. პირდაპირ მნიშვნელობითაც, გადატანით მნიშვნელობითაც ეს შეიძლება იყოს, რომ ადამიანებს მოუნდათ მეტი სითბო ურთიერთობებში. შეიძლება გამოვლინდეს ზოგისთვის, რომ სადღაც ძალიან მომინდეს ის ემოციური კომფორტი, უსაფრთხოება, საკუთარ თავში ჩაღრმავება. ვისთვის შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიურად ძველი ტრაუმების ამოსაყვანა. უბრალოდ იუპიტერი მაინც პოზიტიურად მუშაობს და აი ეს ზოგჯერ არის ხოლმე თავისთავად რომ მუშავდება რაღაც ისეთი თემები, რომელიც ადრე სხვა ტრანზიტზე შეიძლება სირთულე ყოფილიყო აქ. ანუ კურნალის ენერგეტიკა აქვს ზოგადად იუპიტერს ჩვენ რუკაში, ან ბუნებრივად კურნავს იმ თან კირჩხიბში უკვე, ბუნებრივად კურნავს ჭრილობებს და აი ეს შეერთება კიდევ უფრო დაათბობს ურთიერთობებს. იმიტომ რომ ვენერა ჩვენთან ეს არის გრძნობები, ეს არის გრძნობების გამოხატვა, იუპიტერი ამას ადიდებს ყველაფერს და ძალიან დიდი სურვილი იქნება ახლა ჩახუტები, ესე კირჩხიბი არის, რომ ჩახუტება უნდა ემოციური კონტაქტი უნდა, ფიზიკურადაც ჩახუტება უნდა ხოლმე, ეს ემოციური კონტაქტი, ხო, რაღაც ახლო ემოციურ კონტაქტს ვამბობ. ჩახუტება, ხა ვის ნახუტება, ხო, ეს ოჯახის წევრები შეიძლება იყვნენ, ანუ ახლა ესი გარემოცვა, ყველაზე საყვარელი ადამიანები და აი ამ პერიოდში განსაკუთრებით ამის მოთხოვნილება იქნება. ვიღაცასთან ეს შეიძლება აი დიდი ხნის მოუყარებელი ოჯახური კონფლიქტი რაღაცნაირად დაალაგდეს, აი ზუსტად ამ გამძაფრებული სითბოს მოთხოვნილების გამო მოგვარდეს და ყველა მხარეს ვლინდება ეს სითბოს ეს ურთიერთობის დალაგების ტენდენციები, ну ყველაზე მოდი ესე ვთქვათ, თუ მარტო ხელები არიან ადამიანები, ან სადღაც არ არის ესეთი რელაციურ კონტაქტს რო ეძახით ფსიქოლოგიაში, ესეთი კონტაქტი გარემოცვასთან. შეიძლება ეს უფრო გამოვლინდეს, ახლა ძალიან მარტივად გეტყვით, მაგრამ განებირონ თავისთავი ქალებმა წაიყვანონ მაღაზიაში თავისთავი განებივრონ რაღაც საჩუქრებით, მაგალითად, ან ტკბილეულით, ან გემრიელი საჭმელებით, ხო, ეს არის განებივრების სურვილი და ზოგთან თუ ახლა არ უნდა რა გყავს ადბიროთ ჩვენ თავს. ესე რო ვთქვათ, ხო, ამის მოთხოვნილება იქნება განსაკუთრებით.